ბარონ მიუნჰაუზენის დაუჯერებელი ამბები. ნახევარცხენი. ბრძოლის ველზე, რა თქმა უნდა, ტოლი არ მყავდა. ყველაზე ადრე მე ვეკვეთებოდი ხოლმე მტერს. ერთხელ, თურქებთან ფიცხელი ბრძოლის შემდეგ, მტრის ციხესიმაგრე ვიგდეთ ხელთ. მე პირველი შევიჭერი ციხესიმაგრეში. გავრეკე თურქები, წყაროსთან მივედი. მინდოდა დაღლილი ცხენისთვის წყალი დამელევინებინა. ცხენი სვამდა და სვამდა წყალს, მაგრამ წყურვილს ვერ იკლავდა. ვერაფრით ვერ მოვაცილე წყაროს. გამაკვირვა ამ სასწაულმა. ამ დროს უცნაური ჩხრიალი მომესმა. უკან მოვიხედე და განცვიფრებისაგან კინაღამ უნაგირიდან გადმოვარდი. ცხენს თურმე უკანა ნაწილი სრულიად მოჭრილი ჰქონდა. წყალს რომ სვამდა, მუცელში არ უჩერდებოდა და უკნიდან იღვრებოდა. ამის გამო ჩემ უკან ვეებერთელა ტბა გაჩენილიყო. ამ უცნაურობამ ძალიან განმაცვიფრა. ამ დროს ჯარისკაცი მოიჭრა ცხენით და ყველაფერი გაირკვა. როცა მე მტერს მივდევდი და მათ ციხესიმაგრეში შევიჭერი, თურქებმა მოკეტეს კარი და ჩემი ცხენის უკანა ნაწილი შიგ მოჰყვა. ცხენი თითქოს შუაზე გაიპო. ის უკანა ნაწილი თურმე კაიხას იქვე დარჩენილა, ჭიშკართან ახლოს და წიხლების ცემით ერეკებოდა თურქებს. შემდეგ კი მახლობელ მინდორში გასულა. და ახლაც იქ ბალახობს, მაცნობა ჯარისკაცმა. როგორ თუ ბალახობს, ყოვლად შეუძლებელია. წამოდით და თქვენ თვითონ ნახეთ, მითხრა მან. ცხენის წინა ნახევარზე მჯდომი მეც იმ მინდვრისკენ წავედი. იქ მართლაც დამხვდა ჩემი ცხენის ნახევარი. მწვანე მდელოზე იდგა და ბალახობდა. სასწრაფოდ დავიბარე სამხედრო ექიმი. მან დაუყოვნებლივ მიაკერა ცხენის ერთი ნაწილი მეორეს დაფნის წვრილი წყნელებით, რადგან ხელთ მაშინ ძაფი არ ჰქონდა. ორივე ნაწილი მშვენივრად შეეხორცა ერთმანეთს. დაფნის ტოტებმა კი ცხენის სხეულში გაიდგა ფესვები და ერთი თვის შემდეგ უნაგირზე დაფნის ტოტების ფანჩატური გაიმართა. და მეც ამ მშვენიერ ფანჩატურში მჯდომს ბევრი საკვირველი გმირობა ჩამიდენია.